მივიღეთ მოცემულობა, რომ ოპოზიციის ნაწილი შედის არჩევნებში, ნაწილი არის ბოიკოტში. რამ მდგომარეობაში აყენებს ეს ერთის მხრივ ოპოზიციურ სპექტრს და მეორეს მხრივ ამომრჩეველს. ამ ზოგადი კითხვით დავიწყოთ და შემდეგ ჩავშალოთ უკვე ბოიკოტის გეგმებით. მოგესალმებით, მადლობა ეთერისთვის. პოლიტპატიმრის განცხადებით დაიწყეთ თქვენი ნაწილი და მინდა გიორგი მინდაძეს, რომელიც დღეს არის იუბილარი და გახდა საპატიმროში 22 წლის, ძალიან პატარა არის რეალურად და ყველაზე ძვირფასით თავისი თავისუფლებით იბრძვის ამ ქვეყნისთვის, დაბადების დღე მივულოცო და მადლობა ვუთხრა მისი ბრძოლისთვის, შეუპოვრობისთვის, იმ იმედისთვის და პოზიტივისთვის, რომელსაც და ადამიანობისთვის, რომელსაც ასხივებს ივანიშვილის სტატუსაღოდან მათ შორის და მადლობა გადაუხადო მას და ყველა პოლიტპატიმარს. რაც შეეხება შეკითხვას, განხეთქილება პროდასავლურ პარტიებში, ეს იყო ის, რის არიდებასაც ნამდვილად ვცდილობდით. ჩვენი კოალიცია მათ შორის რამოდენიმე თვით ადრე დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი და გქონდა რეალური სურვილი მათ შორის სალომე ზურაბიშვილის ფორმატში, რომ ეს თემა რაც შეიძლება ადრე დამდგარიყო განსახილულ საკითხთა დღის წესრიგში და პროდასავლური პარტიების შევთანხმებულიყავით იმაზე, რომ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა დამაზიანებელი იქნებოდა პროცესისთვის და დამაზიანებელი იქნებოდა მათ შორის იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინც მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ იქნებოდა დამაზიანებელი, რომ ბრძოლა არ არის ის, რაც უნდა ქართულ ოცნებას რაც უნდა, კარგად გამოჩნდა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში და რა არის ის, რაც ქართულ ოცნებას უნდა პროდასავლური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით, უნდა რეჟიმის გადარჩენა, სიტუაციის ნორმალიზება, ცვლილებების გადავადება, ხო რეალურად ოპოზიციის მონაწილეობა ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მიზნად ისახავს ცვლილებების გადავადებას და შეგუებას ამ სტატუს-კვოში, რაც ანუ თქვენ როცა საუბრობთ მსჯელობის დასაწყისზე, თქვენ მსჯელობაში თავიდანვე უკვე მყარი პოზიციით შედიოდით, ხო? ესეც უნდა ითქვას. და არა მსჯელობა იდეის გარშემო, რომ მათ შორის მაგიდაზეც დებულიყო, თქვათ დიდი ქალაქების მოგება, რაც თბილისში ასე არითმეტიკულად ერთიანობის შემთხვევაში, წარმოსადგენი ნამდვილად იყო. ამ ქვეყანაში დემოკრატია ხო თანხმდებით რომ აღარ არის. დემოკრატია აღარ არსებობს ქვეყანაში და ასევე თანხმდებით იმაზე, რომ აღარც არჩევნები არ არსებობს. არჩევანის უფლება საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს და სულ ბოლო 2024 წლის არჩევნები თავი რომ დავანებოთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც ვნახეთ რომ პირველი ტურები მათ შორის აშკარა უპირატესობით მოიგო ოპოზიციამ. თავი რომ დავანებოთ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს მათ შორის. აი თბილისის საკრებულო რო ავიღოთ, სადაც 50 წევრი არის, აქედან 21 წევრი პროპორციული სიით გასული არის ოპოზიციის ფლანგიდან და 19 ქართული ოცნების მხრიდან, ხომ? გვახსოვს ისიც, ვინ მოიგო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, არჩევნების პირველი ტური. ეს იყო ოპოზიციის წარმომადგენელი, ხო, ნიკამელია, მაგრამ ისიც გვახსოვს რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ მეორე ტურში და სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმებულია დღევანდელი მოცემულობით შეცვლილია ქართული ოცნების რეიტინგიც დაცემულია უფრო. ამას გეტყოდნენ ალბათ კონტაქტუმენტად. მაგრამ მეორე მხარეს გვაქვს ჩვენ ბრძოლის წინაპირობები, ჩვენ ვამბობთ, რომ მანამ სანამ არ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, მანამ სანამ არჩევნები არ ჩატარდება ახალი წესები და ნეიტრალური CSKOT-ით, მანამ სანამ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გამოშვებულები და ეს იყო ის, რაც მაგიდაზე დავდეთ ხომ რეალურად, მანამდე არანაირ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს და ჩვენ თუ ამ პრინციპებს და ამ დათქმებს უღალატეთ როგორც პოლიტიკურმა სუბიექტებმა, ეს ხო არათანმიმდევრულობის, არაპრინციპულობის, სუსტის, რწმენის ნაკლებობის გამოვლინება. ლელომ რაც გააკეთა რეალურად, რა ძალიან სამწუხაროა და მე გული შემტკივა ნამდვილად გარდა იმისა, რომ მათ პროცესი დააზიანეს და ძალიან რთული იქნება დღეს უცხოელი პარტნიორებისთვის იმის ახსნა, ჩვენ თუ ვამტკიცებთ, რომ ქართული ოცნება არჩევნებს აყალბებს, მაშინ რატო ვიღებთ წინასწარ დაწერილ შედეგებში და გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობას? ამის ახსნა ალბათ საერთაშორისო პარტნიორებისთვის ძალიან გაგვიჭირდება. მათი არგუმენტი ისიც არის, რომ თუ არ მიიღებენ პარტიები მონაწილეობას, ქართული ოცნება კონკურენციის გარეშე და შესაბამისად დარღვევების გარეშე, იმიტომ რომ მათ არ დასჭირდებათ გაყალბება, ასე ხედავენ ისინი სიტუაციას, ისედაც მიიღებს არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მიიღებს როგორც ჩატარებულს. და რამდენი პროცენტის წართმევას აპირებს ლელო ქართული? ნუ ეს სხვა კითხვა, მე ამ არგუმენტს პასუხობ, რა რა ხდება თუ პოლიტიკურ პარტიებს ლელო 5 ოქტომბერს. ჩვენ რომ გვეუბნებიან რა არის თქვენი გეგმა. მათი გეგმა რა არის? 5 ოქტომბერს გამოვიდნენ და იძახონ რომ არჩევნები გაყალბდა, ის არჩევნები, რომელზეც აქედანვე ვეუბნებით
რომ გაყალბებულია და აქედანვე ვეუბნებით რომ შედეგები დაწერილია. რას აკეთებენ თოქშამბეს? შემხვედრი კითხვა მათგან ეს ერთად რომ არ ხდებით ხოლმე ჩვენ დავატარებთ ამ არგუმენტებს არის ისიც რომ რას აკეთებენ მათ შორის ბოიკოტის მომხრეები ხო რა ხდება? ან ბოიკოტი უბრალოდ ესეთი პროცესია სადაც ამბობენ რომ ადამიანები რომ ბოიკოტში არიან თუ რაიმე ხელშესახები შედეგი გაქვთ და ამ ხელშესახებ შედეგამდე მისასვლელი გზა. იზოლაცია არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ 13 წლის განმავლობაში ვეცადეთ ქართული ოცნების დამარცხებას ერთი ნაცადი გზით და ეს იყო არჩევნები. 13 წლის განმავლობაში არჩევნებმა არ იმუშავა. დღეს ქართული ოცნების მხარეს კიდევ უფრო მეტი სახელისუფლებო რესურსი არის, ხომ? გადაწერილი როგორც ვახსენეთ თვითმმართველობის კოდექსი, EU თუ აღარ დააკვირდება ამ არჩევნებს, ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის გართულებული არის დაკვირვების პროცესი და მთავარი გაყალბების მექანიზმი სადაც იყო, ხომ? უბრალოდ ამ პირადობის მოწმობებს და საიდენტიფიკაციო მასალას ვერავინ ვეღარ დააკვირდება და აი ამ მოცემულობაში მარტო და არაერთიანი ძალების შესვლა არის სრული პოლიტიკური სიშლეგე და პოლიტიკური ხარაკირი რეალურად. თან მით უმეტეს, როცა გაქვს კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა სულ რამდენიმე დღის წინ, ხო? მიაგო კაჭკაჭიშვილის კვლევა, რომელიც დაკვეთილი იყო ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ, სადაც პროდასალური პარტიების ამომრჩევლის 80% ამბობს, რომ არაპირებს თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლას. აი აქ ერთს დავამატებ და მორჩები. მნიშვნელოვანია, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში რეჟიმს ამარცხებს ხალხი. ხალხი ამარცხებს და რა შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ ხალხის ძალიან მაღალი 80-85%-იანი ნდობა. მერაბ კოსტავა და მერაბ კოსტავას პარტია დღეს არავინ არ არის, ხო? მაგაზეც ვთანხმდებით რეალურად. ამ მოცემულობაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ლელომ რაც გააკეთა, ეს არის რომ, არ ვიცი, პოლიტიკური ხარაკირი არის და თვით განადგურების რეჟიმის ჩართვა არის როგორც პოლიტიკური პარტია. ალბათ ისინი გეტყოდნენ რომ თქვენ რაღაც პოლიტიკურ ორგანიზაცია ლელოზე ალბათ არ უნდა ღელავდეთ როგორც რაღაც კონკურენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე და პროცესის დაზიანებაზე ამ შემთხვევაში. მთლიანობაში სურათი რომ ავიღოთ, გაყოფილი პოზიციებით არის მოცემულობა, რომ აი წინა ბლოკში ნინჩოც ამბობდა, რომ ერთ დღეს თქვენ შეიძლება მიხვიდეთ ამ მრჩეველთან და მოუწოდოთ რომ არ მივიდნენ არჩევნებზე და მეორე დღეს შეიძლება მივიდნენ სხვა პარტიების წარმომადგენლები იქნებიან ესენ გახარია საქართველოსთვის თუ ნელოს წარმომადგენლები და ალბათ გირჩის წარმომადგენლებიც იაგო ხვიჩეს გირჩს გულისხმობ ისინი მოუწოდებენ საპირისპიროსკენ. რა მდგომარეობაში აყენებს ეს გაყოფილი პოზიციები მთლიანობაში ამომრჩეველს და სათხედავს ზიანის მინიმიზების გზას ამაზეც უნდა ვისაუბროთ ალბათ იმიტომ რომ ერთმანეთსკენ ხელის გაშვერა იქნება ჩვენ რომ ამ ამბავს გავაშუქებ და კითხვებს დავსვათ პოლიტიკური პარტიებისგან მაგას მოვისმენთ ისინი იტყვიან რომ აი ყველას რომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა უფრო კონკურენტული გახდებოდა ვითარება და თავის მხრივ თქვენი ტყვით რომ ეს რაღაცა ლეგიტიმაციას აძლევს ქართულ ოცნებას. მთლიანად საზოგადოების გადმოსახედიდან რომ დავინახოთ თქვენ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სათხედავთ ახლა ამ ზიანის მინიმიზებას. ზიანის მინიმიზება შესაძლებელი იყო გუშინდელ დღემდე რეალურად უნდა ითქვას, მაგრამ ლელომ გუშინ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც მათ შორის მათი პარტიული სტრუქტურაც კი დაშლის პირას მიიყვანა და არამც თუ ამომრჩეველი გაემიჯნა მათ გადაწყვეტილებას, არამედ ლელოს დამფუძნებლები და მაღალი თანამდებობის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები განუდგნენ ამ გადაწყვეტილებას. დაშლით არ დაიშლება ალბათ. ცალსახად ალბათ ამ ეტაპისთვის არა, მაგრამ არჩევნების ზიანი ცალსახად და ეს ზიანი გაიზომება მათ შორის ოქტომბერში ელექტორალური თვალსაზრისით, რაც ძალიან მძიმე იქნება. ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ და აქ დასამალი არაფერი არ არის, რომ კამპანია ვაწარმოოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩეველმა, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, ან კიდევ ფიქრობს, იმიტომ კიდევ ერთხელ ვახსენებ კვლევის თანახმად 80% ამ პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლისა, ხო 70 არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და დანარჩენ ნაწილს ნამდვილად დავარწმუნებთ, რომ ქართული ოცნების იზოლაციაში მოქცევა ამ შემთხვევაში არის რასაც ნუ სკეპტიკურად უყურებენ რიგი პარტიები, არის გზა გამარჯვებისა. იმიტომ რომ ზუსტად ამ იზოლაციამ, ამ არ თანამშრომლობამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც მიგვიყვანა. აი ყაველაშვილის განცხადებაც ეგ არის. აი რა ყაველაშვილმა, ხო, რომ მან აღიარა, რომ დღეს პოლიტიკური პატიმრები, დიახ.
ლიდერები აღიარა, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერები არიან სავაჭრო ობიექტები ამ შემთხვევაში და ისინი ერთადერთი მიზნით არიან ციხეში, რომ მათ არ ითანამშრომლეს თავის დროზე. ახლა ეს რომ ოპოზიცია ერთმანეთს აკრიტიკებს, მათ მომგებიანი მოცემულობა თავისთავად არ წუხან ახლა ისინი თქვენ როცა გისმენენ როგორ ლაპარაკობთ მაგალითად დელო საქართველოს გადაწყვეტილებაზე, ხო? განნიშნავს რომ არ შეაფასებთ ან არ უნდა აფასებდეთ, მაგრამ დამდგარი მოცემულობა თავისთავად ისეთი რაც შეიძლება კომფორტული იყოს. მე როგორც ერთ რიგით წევრს, რომელიც დღეს აქტიურ პოლიტიკაში არის, ყველაზე ნაკლებად ეს მინდოდა და იმ 4 წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში ვარ, ყველაზე ნაკლებად თუ რამეს ვაკეთებდი, ჩვენ პროდასავლური პარტიების და ოპოზიციური პარტიების კრიტიკა იყო, რაც არ უნდა კი ბატონო, ანა, ერთი ასეთი კითხვა მაქვს, აი როცა წინა ბლოკში ვსაუბრობდით რისკებზე, რომელიც ახლავს რეალურად ორივე გზას. და ასეთი აზრიც წარმოიშვა, რომ ბოლომდე გულწრფელი ამ რისკების ამორჩევლისთვის გადაცემაში თუ წარმოჩენაში არ არის არც ერთი პოზიციის მხარე. როცა ლელოს წარმოადგენლები ყავს ან გახარიას სტუმრად, მათ ვეკითხებით, რომ ხედავენ თუ არა რისკს, რომ სისტემურ ოპოზიციად გადაქმნას ან ასე წარმოაჩინოს თუნდაც რაღაც მომენტში ბიზნა ივანიშვილმა. ბოიკოტის მომხრე პარტიებთანაც არის კითხვა, რომ თავად ბოიკოტი ხوار ქმნის რისკს, რომ მთელი აი პოლიტიკური სპექტრი გაიწოვოს, გახდეს არარელევანტური. ამ რისკებს ხედავთ, ბოიკოტი არ არის თავისთავად პანაცეა, რომელიც აუცილებლად დააყენებს შედეგს, ხო? მას ახლავს თავის რისკები. აი ამ რისკებს როგორ ხედავთ? თქვენ არჩევნებაში არ მონაწილეობა პოლიტიკური პარტიისთვის როგორც გზა. ძალიან ძიმი არის. სპექტრისთვის, როგორც პოლიტიკური ტაქტიკა, ხო? კი, რეალურად პოლიტიკური პარტიები ცოცხლობენ, მათი სასიცოცხლო ციკლი რეალურად გრძელდება არჩევნებიდან არჩევნებამდე, ხო? ეს არის ის სივრცე და ის პერიოდი, როდესაც მათ შორის ყველაზე აქტიურად ვართ ჩვენ ამომრჩეველთან, გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, თვით აქტუალიზაციას ვახდენთ და ასე შემდეგ. მოდის დაფინანსებები, ინარჩუნებ პარტიულ სტრუქტურებს რეგიონებში, განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნებზე, როცა არის საუბარი, სადაც რეგიონალური სტრუქტურები ყავს გადასარჩენი ამ რეპრესიების, წნეხის ფულობის, არ ვიცი, გადინების, მიგრაციის ფონზე, ხო? და შესაბამისად, ეს არ არის ფუფუნება ჩვენთვის. ჩვენი მხრიდან ბოიკოტში ყოფნა მოიცავს უზარმაზარ რისკებს, პარტიულ რისკებს ცალსახად, რომ დგას რისკი, რომ პარტია შეიძლება განსაკუთრებით რეგიონებში, სადღაც რომელიღაცა ქალაქებში ჩამოგეშალოს, იმიტომ ადამიანები, რომლებიც ყავდა რაღაცა პარტიულ დაფინანსებაზე საკრებულოებში, თქვათ, ჰქონდათ თავიანთი მანდატები, ფრაქციები ქონდა და ასე შემდეგ, ეს აღარ გეყოლება ოქტომბრიდან. ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რაც პარტიებმა გაითვალისწინეს დარწმუნებული ამ მსჯელობაში, მაგრამ თვითმმართველობის კოდექსმა როგორ შეცვალა ეგ მოცემულობა და ერთ დღევანდელი გათვლით ლელო და გახარიამ შეიძლება თითო წევრიც ვერ გაიყვანონ იმ 63 მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნები ტარდება საკრებულოებში. თითო წევრით არ ყავდეს. თითო წევრით პარტიული სტრუქტურა არ ნარჩუნდება. ეგ კიდე ცალკე ამბავია. მაგრამ ჩვენ მგონია რომ უფრო დიდი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ აქ პარტიების გადარჩენაზე კი აღარ არის საუბარი. პარტიებს სექტემბერში ისედაც აკრძალავენ და ოქტომბერში მაკეთკენ მიდის ყველაფერი და აპატიმრებენ პოლიტიკურ ლიდერებს. კანონი მიიღეს ისეთი, რომ უბრალოდ საქმიანობას აუკრძალავენ ყველას, მარტო პოლიტიკურ ლიდერებზე კი არა საუბარი. ყველას, მეც, თენგო თევზაძესაც და ჩვენ, ანუ აი, ჩვენი პარტიის ყველა წევრს, ანი ქავთარაძეს და ასე შემდეგ, ვინც დღეს არიან პარტიულ სისტემაში, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვართ ამ პარტიის წევრები, ხო? ანუ გადარჩენის ზღვარზე ვართ და ამ დროს ეხა ჩვენ სადღაც ადიგენში გვექნება თუ არა პარტიული სტრუქტურა და თეთრი წყაროში გვექნება თუ არა პარტიული სტრუქტურა და ადამიანები 400-500 ლარის გამო აი ამ რაღაცა თვით ლიკვიდაციის და პროცესისთვის დამაზიანებელ იმაში აქვია აუში თავით ჩავხტეთ. ანუ ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, ხო? და მოხდება ის, რაც მოხდა ლელოს შემთხვევაში, რომ საყრდენები, პარტიული საყრდენები, ვისაც სხვა ტიპის ბრძოლის და ინსტრუმენტების სჯერა ამ ბრძოლაში რაც არის იზოლაცია გამოეცლებიან უბრალოდ პარტიას და დარჩებიან პარტიაში ის ადამიანები, ვინც უბრალოდ მერკანტილური და ფინანსური ინტერესებისთვის, აგრძელებენ საქმიანობას. ეს გვინდა, ჩვენ ეს არ გვინდა რეალურად. ეს რისკები აბსოლუტურად გათვითცნობიერებული გვაქვს და ვიცით რომ ეხლა შეიძლება რაღაცა ფილტრაციაც გაიაროს პარტიამ ერთგვარი, რომ რაც დარჩება, ეს იქნება პარტიული ბირთვები. უფრო დიდი პოლიტიკური რისკი, რომ ქართული ოცნება დარჩეს რაც მოსუფთავებულ ველზე და ბოიკოტი აი რაღაც ისე თავისით ვერ იყოს ეფექტური, მოკლედ მას ვერ შეუქმნას დისკომფორტი. რა ხდება არჩევნების შემდეგ მათ შორის? თამას რა, აი ბოიკოტის წარმატება რაში გაიზომება, აი ამაზეც რომ ვისაუბროთ. ბოიკოტის წარმატება რაში გაიზომა ახლა?
აი მაშინ ესე დავსვათ ჩაკითხვა, ხო? ეგ არგუმენტები მოსმენილი გვაქვს თქვენგან. რა ხდება არჩევნების მეორე დღიდან? აი არჩევნების მეორე დღიდან რა ხდება 5 ოქტომბერს? ეს ალბათ იმ პარტიას უნდა უკითხოთ, ვინც დღეს არჩევნებში შედის. იგი მაგრამ თქვენ გზას როგორ ხედავთ იმათ? აქვს. ჩვენ იგივე გზას წარმოდგენა. ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება. მე მგონია რომ 5 ოქტომბერს უბრალოდ როგორც ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეა მოვისმენ რიგით განცხადებას, რაც გვესმის ამ წლების განმავლობაში, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნებში ისე გვიყვებით ისინი რას ეტყვიან, მაგრამ თქვენ გზას როგორ ხედავთ? ჩვენ გზას გავაგრძელებთ, იზოლაციის გზა არის და ჩვენ ვართ აბსოლუტურად ურყევები ამ პოზიციაში, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენი თარიღზე არ არის დამოკიდებული? არა, თარიღზე არ არის დამოკიდებული, რა ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს. მაგრამ გაზომვად შედეგებზე არის დამოკიდებული? არ თანამშრომლობა, აი მაკეთკენად სწავალ, რა ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს იქნება კიდევ მორიგი პოლიტიკური პატიმრები ბიზნა ივანიშვილის საპყრობილეში, ეს იქნება ჯარიმები, რეპრესიები, თუ აკრძალვა თუ ასე შემდეგ, რა ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ ამ იზოლაციის გზას მივყვებით, ჩვენ არ ვართ მარტო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რო ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიას აქვს გაკეთებული ერთობა და ამ ერთობის შესახებ დარწმუნებული ვარ მოსახლეობისათვის არის ცნობილი და ყველა სივრცეში აბსოლუტურად ვემიჯნებით და ღიად გვაქვს გაცხადებული ართანამშრომლობა, იმიტომ რომ ეს არის მათ შორის ხალხის დაკვეთა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიები რო გადავრჩეთ და გქონდეს ამ ქვეყანაში ამ უმრჩევლის და ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია რომ მათი დაკვეთა შევასრულოთ და ეს არის ასევე ინსტრუმენტი ჩვენთვის რომ საერთაშორისო არაღიარების გზა გავაგრძელოთ. აი ამ საერთაშორისო არაღიარების ნაწილში აქამდე როცა ოპოზიციური პარტიები ამბობდით რომ ეს იყო თქვენი თანამშრომლობის რაღაც ყველაზე შედეგიანი სფერო. ახლა როგორ წარმოგედგენიათ ლელოსთან და გახარიასთან ამ ტიპის თუნდაც თანამშრომლობის გაგრძელებას ვარაუდობთ თუ საერთოდ ჩაიკეტება თქვენ შორის ეს რაღაც ურთიერთგაცვლის გზები თუ გაქვთ უკვე ამაზე წარმოდგენა ნამსჯელი პარტიებში? ამ ეტაპისათვის როა პროდასავოდიში ლელო თავის თავად ისინი და გახარიათ ამბობენ რომ ისინი გააგრძელებენ ზუსტად ისე მუშაობას საერთაშორისო მიმართულებით იზოლაციასა და არაღიარებაზე როგორც აქამდე. მე არ მომისმენია რა არის მათი არგუმენტი იმასთან მიმართებაში რომ თუ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური ხელისუფალი, თუ არჩევნებს აყალბებს, თუ მიტაცებულია ყველა ინსტიტუტი, თუ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, სადაც უბრალოდ შეგიძლია ადგე წახვიდე და გაასაჩირო არჩევნების შედეგები და დარღვევები, არ ვიცი რა იქნება მათი არგუმენტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან რითი ახსნიან. მე ეს არგუმენტები არ მომისმენია უბრალოდ ლელოსგან და მათ არც სურვილი არ ქონიათ რაიმე მართლა ფუნქციურ ფორმატში ამ საკითხებზე აქ მნიშვნელოვანია რომ როა პროდასავლური პარტია ვრჩებით ერთიან პოზიციაზე და ჩვენი მიმართულებით ვაგრძელებთ მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ამ მიმართულებით იქნება ეს სანქციები არაღიარების ნაწილი თუ ასე შემდეგ და იქ სადაც ქვეყნის ინტერესები დგას სადაც ქვეყნის ინტერესებზე არის საუბარი ბუნებრივია ჩვენ გზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან მათი პოლიტიკური წარსულის მიუხედავად მაგრამ აქ სამწუხარო არის ის რომ ლელომ და გახარიას პარტიამ თავისი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ეს არის რეჟიმთან თანამშრომლობა და კოლაბორაცია, რაც აზიანებს ასე შეფასება მათი გადაწყვეტილების ბუნებრივია ამ სივრცეს აქრობს, სადაც შეიძლება თქვენ თანამშრომლობის რეჟიმში შეიძლება იყოს ფას გადაიხდიან სამწუხაროდ და მე უნდა ვთქვა რომ მე მომხრე ვარ რომ პოლიტიკური ფასი ამ ქვეყანაში გადაიხადოს ყველა, ვინც ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ ანუ ეს არასწორი იქნება ჩემი მხრიდან თქვა ესეთი გაზვიადებული შეფასება რომ გაყიდეს და ასე შემდეგ, მაგრამ პროცესს აზიანებს და ხალხის დაკვეთას ღალატობს. აი ეს პოლიტიკური ფასი აქვე მაყურებელს გავაცნობ ინფორმაციას ვანო თარხნიშვილი მუსიკოსი დებს ფოტოს ჩვენ მაყურებელიც ნახავს ახლა ამ ფოტოს მას სახეზე აქვს მძიმე დაზიანება როგორც ხედავთ ის წერს რომ სავარაუდოდ იანვარში ფაბში ოლეულა რომ ვიმღერე ეს დაქირავებულები მეც დამხვდნენ სახლთან ბოლოს და ბოლოსო როგორც შანსის სხვა არაფრით არ ხსნის ამ მოცემულობას და ნუ არც გასაკვირი არ არის უბრალოდ რაღაც ბოლო პერიოდში ნაკლებად ხდებოდა თითქოს ასეთი შემთხვევები თუმცა როგორც ჩანს ეს ტალღა ისევ შეიძლება დაბრუნდეს და ადგილზე იყოს ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მას სახეზე ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც ხედავთ ანა თუ რამეს იტყვით ხო ანუ ეს სამწუხაროდ იმ მოცემულობაში გვიწევს ცხოვრება რომ ძალადობა, ჩაგვრა, უსამართლობა იქცა ცდილობენ რომ ნორმად აქციონ რა ეს არის ყველაზე მძიმე და ზუსტად ეს არის ჩვენი ამოცანაც ამ შემთხვევაში რომ ამის ნორმალიზება მათ შორის ისე თითქოს ქვეყანაში არაფერი არ ხდება და რაღაცის მიღწევა ამ ქვეყანაში შესაძლებელია ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში აი ამ ნარატივის დამკვიდრებას მაინც არ შეუწყოთ და ამ მოცემულობის დამკვიდრებას არ შეუწყოთ ხელი და მოქალაქეებს ტყუილი მაინც არ უთხრათ რომ კი არჩევნების მოგება
შესაძლებელია, მით უმეტეს, როდესაც ესე ფრაგმენტულად გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები იღებენ ამ გადაწყვეტილებას რა. ეს არის. ერთი კითხვა მაქვს კიდე და მე მგონი მივდივართ დასასრულისკენ. აი ეს 8 პარტია ახლა ბოიკოტში ვინც ხართ, რაიმე ტიპის ორგანიზაციული ერთიანობა, ან საერთ კამპანიის რამე ფორმატში ერთად აგეგმვა, აი მსგავსი რაღაცები იგეგმება, ან უკვე იწყება, აი როგორ ითანამშრომლებთ და ამ კამპანიას როგორ ხედავთ, ან როდის გავიიკებთ რაში მდგომარეობს. ეს ლოჯისტიკური საკითხებიც საინტერესოა. მინდა გითხრათ, რომ ამ 8 პროდასავლური პარტიის სამუშაო ფორმატი არის საკმაოდ აქტიური. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კოორდინაცია მათ შორის და ხდება ისეთ საკითხებზე შეჯერება, რა უნდა იყოს მორიგი შემოხვედრი ნაბიჯი. და როგორ უნდა იყოს ეს ეგრეთ წოდებული წინასაარჩევნო პერიოდი, სადაც ჩვენი დღის წესრიგი და ამოცანები გვექნება, როგორ შეიძლება კოორდინაცია მოვახდინოთ და ფრაგმენტული არ იყოს ჩვენი პოზიციონირება, იმიტომ რომ გვიჯერა რომ ერთიანობა ამ ნაწილში, ერთიანობა პრინციპების, სამოქმედო გეგმის, ღირებულებების, დაკვეთების გარშემო არის მათ შორის წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი კომპონენტი და არა ფრაგმენტულად პოზიციონირება. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ რომ ერთიანი პოზიციებით ეს იქნება კონკრეტული განცხადებების გავრცელება რეგიონებში, აი ახლა მიმდინარეობს მსჯელობა რეგიონებში მათ შორის ჩასვლა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია, იქნება ეს კონკრეტული გაზეთების, ფლაიერების, პირდაპირ შეხვედრების თუ ასე შემდეგ, მოხდეს ერთიან ფორმატში. ეს არის ამოცანა. კითხვაც ბუნებრივად ჩნდება პოლიტიკური პარტიების რესურსის შესახებ. კამპანია როგორც არ უნდა იყოს ის საარჩევნო თუ ბოიკოტის მოითხოვს გარკვეულ რესურსებს. გაქვთ ამის რესურსი? გულწრფელად რომ გითხრათ და იცი მოსახლეობა მიცის, ჩვენ მათ შორის ნათქვამი გვაქვს საპარლამენტო დაფინანსებაზე, ვთქვით უარი და შესაბამისად არანაირი ტიპის დაფინანსებას ამ მოცემულობისათვის ის 8 პარტია ნამდვილად არ იღებს და ვცდილობთ რომ უკანასკნელი რესურსები თუ რაიმე არ არის, მაგრამ თან რამე მსგავსეთად შეიძლება ვცდილობთ არიან ადამიანები ვისაც და ამიტომ სურთ ამ პროცესში კონტრიბუციის შეტანა, გარკვეული კონტრიბუციის შეტანა, იქნებიან ესენი ფიზიკური პირები თუ იურიდიული პირები, იმიტომ რომ ჯერათ ამ პროცესის გამარჯვების და რწმენა აქვთ ამ პროცესის გამარჯვების და შესაბამისად ვინც არიან აქტორები და ვინც აორგანიზებენ ამ პროცესს, შესაბამისად რაღაცა ტიპის გარკვეულ მხარდაჭერას, რომელიც არ არის დიდი ცალსახად და ვერც იქნება რეჟიმის პირობებში დიდი, მაგრამ ვცდილობთ ამ რესურსის მობილიზაციასაც მათ შორის. მადლობა.